მოგესალმებით ბატონ რეზო, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, წმინდა ევსტატეს ხსენების დღეა, მადლობა მობრძანებისთვის. თქვენი აზრით, გარდა იმისა, რომ დღეს რა თქმა უნდა ყველა აღნიშნავს წმინდანის დღეს, როგორც ყველა მართლმადიდებელი ქართველი, ქრისტიანი, გარდა მაგისა, აი ჩვენთვის უბრალოდ მონადირეებისთვის რას შეცვლით ეს, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა იმ მონადირისთვის, ვინც დღეს მოვა, ვინც დღეს გვესტუმრება და ამ ტრადიციას ჩვენ დავაფუძნებთ, გავაგრძელებთ, უბრალოდ მონადირეების შეკრებას, გარდა იმისა, რომ აღნიშნავთ წმინდანის დღეს, მონადირეების შევიკრიბებით ხოლმე, იმიტომ რომ ევსტატია იყო მებრძოლების და მონადირეების მფარველი. თქვენი აზრი გვაინტერესებს უბრალოდ. კი ბატონო, აუცილებელია მონადირეების ასეთგვარი შეკრება, ჩვენი აქტიურობა არ უნდა იყოს მხოლოდ ნადირობა, რა თქმა უნდა. ნადირობას აქვს თავისი დიდი დატვირთვა, ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი პირველ რიგში და ჩვენ ხელშია ის რომ შემდეგ თაობას მივცეთ ალტერნატივა გარდა იმ ზოგიერთი არ მინდა ჩამოვთვალო ზოგიერთი ცნობებისა და მიდრეკილებებისა. ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ ახალგაზრდებს ნადირობა როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესი. მოგვაძონ და მიგვდიონ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია რომ იყოს ნადირის და ფრინველის და ნადირობა ხდებოდეს წესით, წესრიგით და დაცვით. ხო, წესთა დაცვით, ამისთვის აუცილებელია რომ ამრავლებდეთ ნადირ ფრინველს. ხო? ეს ზოგადად. რაც შეეხება დღევანდელ დღეს წმინდა ევსტატის ხსენების დღეა. ეს იყო მხედართმთავარი რომის იმპერიაში უდიდესი ისტორიის უდიდესი იმპერატორების პერიოდში ტიტუსისა და ტრაიანესი ცნობილი მხედართმთავარი ახოვანი კაცი და დიდი მონადირე რომელიც მშვიდობიანობა როცა იყო ნადირობდა თუ არ და სულ ომობდა და მას შეხვდა ნადირობისას ქორბუდა რომელსაც დაუმიზნა და უცბად ლეგენდის მიხედვით მან ადამიანის ენით უპასუხა კითხა უბრალოდ რატომ დევნი რა სმერტში და ვინახარ როცა კითხა ევსტატიმ რომელსაც მაშინ სხვა სახელი ერქვა და იყო მხედართმთავარი და მონადირე მან უთხრა რომ აგზნობინა რომ მას გამოეცხა და მაცხოვარი თორქებს შორის გამოესახა მანათობელი ჯვარი და სრულიად შეიცვალა იმ წამიდან მისი ცხოვრება. ეს მხედართმთავარი გადაიქცა ევსტათეთ, ქრისტიანად. მან დაკარგა ყველაფერი, დაკარგა თავისი გავლენა, დაკარგა ქონება, დაკარგა ახლობლები, ნაეცავები. ესე გვეუბნება ლეგენდა. თუმცა ბიოგრაფიაში როგორც ჩანს, შემდეგ მისი მეორე კიდე ცხოვრება იწყება, ისევ ბრუნდება არმიაში. ეს პერიოდია, როცა რომის იმპერიას ეტყობა ძალიან გაუჭირდა, როცა იყო ჩრდილოეთიდან შემოსევები. დაბრუნდა არმიაში, დაბრუნდა როგორც ქრისტიანი მხედართმთავარი. აი ამ ისტორიის გამო წმინდა ევსტატე არის მიჩნეული წმინდანად, მფარველად მონადირეთა. წესიერ, კანონიერ, ღვთისმიერ მონადირეთა. ვინც მისდევს იმ წესებს, რომლებიც თუნდაც მამაპაპებმა დაგვიტოვეს. ვაღიაროთ, ჩვენი მამაპაპების დროს ნადირი ბევრად მეტი იყო საქართველოში, ვიდრე ჩვენ დროს. და იმათი მამაპაპების დროს კიდევ მეტი. ეს არ არის დამოკიდებული მარტო თოფზე, ეს არის დამოკიდებული წესიერად, კანონიერად ნადირობაზე. ჩვენ შეგვიძლია დავატრიალოთ აგრეთვე ჩვენი ნადირობის გეოგრაფიაში. ყოველივე დავიწყოთ. მოშენება დავიწყოთ გამრავლება, რომ ჩვენ შვილებსაც მივცეთ ეგ შანსი, რომ იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. დიდი მადლობა. ალბათ ეგ. დიდი მადლობა. აიხარეთ. მოგესალმებით ყველას, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა მეგობრებთან ერთად, სამონადირო საზოგადოებასთან ერთად. მე დიდხანს თავს არ შეგაწყენთ, 2-20 სიტყვით ვიტყვი, რომ შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ რაღაცა უნიკალურს ვესწრებით, რაც პირველად ხდება და ძალიან მაგარი არის, როდესაც ისტორია იწერება რა რაღაცნაირად და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალშიც ეს დღე მიიღებს უფრო დიდ მასშტაბებს, უფრო დიდ მეტ ხალხს გააერთიანებს და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის იდეა არის ის, რომ მონადირეებმა ვიმეგობროთ, ვიცნობდეთ ერთმანეთს,
გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები, გამოცდილებები და რაც შეიძლება უფრო მეტი კულტურა შემოვიტანოთ ამ სფეროში, რასაც ნადირობა ქვია რა. მადლობას მოგახსენებთ ყველას და ეს ამ ხატის იდეა და ზოგადად ყველაფრის ამის შექმნა 3 წლის წინ დაიწყო ჩვენს გონებაში, ასე ვთქვათ. შემდეგ რამოდენიმე თვე იწერებოდა ეს ხატი და ეხლა აგერ სახეზე არის, მადლობა უფალს და იმედი მაქვს რომ ყველა ვისიამოვნებთ ამ დღით და შეგვეწიოს უფალი. დაგლოცავთ ყველას და დაგლოცოს წმინდა ევსტათემ. და რაც ყველაზე მთავარია, ეს მარტო ნადირობისთვის და მონადირული კანონებისთვის კი არ არის, მაგრამ ეს არის სულიად საქართველოს ძალიან კარგი საქმე, რომ ამდენი იარაღით ასხმული ადამიანი ერთმანეთთან მეგობრობთ და ყველაფრისთვის მზად ვართ. კი ბატონო, შეთანხმებით. მშვიდობა და ასე შემდეგ. ნამდვილად შემოირაკლი, მე ორ სიტყვას ვიტყვი, რომ ეს დღე იბერიამ ჩაიფიქრა რამოდენიმე წლის წინ, უბრალოდ ამ ხატის დაწერა, მე ამ ხატის დაწერას მოყვა შესაბამისად ამ წმინდანის ხსენების დღე და შესაბამისად დღევანდელი დღე არის ამ ყველაფრის შედეგი რა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს გარკვეული პერიოდის მერე, აქ მნიშვნელოვანი არის მეგობრობა პირველ რიგში, კლუბების გაერთიანება, მონადირეების გაერთიანება, ძალიან მიხარია დღეს ჩვენ შემოგვიერთენ საერთო მონადირეები, რომლებიც არც ერთ კლუბში არ ირიცხებიან და ასე ვთქვათ, თვითონ მოიპოვეს ინფორმაცია და დღევანდელი დღის შესახებ გაიგეს და შემოგვიერთდნენ და ეს წმინდანი არის ისეთი ძლიერი წმინდანი, რომ ნამდვილად ყველა მონადირის მფარველი იქნება და მიხარია რომ ეს ხატი პირველად დაიწერა საქართველოში, ისტორიული დღე არის დღეს და შეგრძნება მაქვს ეგეთი რომ რაღაც ისეთ ისტორიულ მომენტს ვესწრებით რომ ეს დღე პირველად აღინიშნება საქართველოში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ იბერია, სხვა კლუბები, თქვენი კლუბი, ჩემო ირაკლი და ბიჭები ყველანი ვინც ამ საქმის მოყვარულები არიან, რას ნადირობა ქვია საქართველოში და კულტურული ნადირობა რასაც ქვია კიდევ უფრო მეტ ხიბლს შეძენს ამ დღეს მომავალში და შემდეგში რა ეს არის ჩვენი მიზანი ერთობა და კარგი ლამაზი დაუვიწყარი დღის გატარება რა ღვთისწყალობით და ღვთისმფარველობით აგერ ჩვენი მამაოს შემწეობით კოტე ულოცავთ ქართველ მონადირეებს ამ დღესასწაულის დამკვიდრებას, გაცოცხლებას, ასე ვთქვათ, იყო ეს დღესასწაული ადრეც არსებობდა. იმდენი ლაპარაკეს ჩვენმა მეგობრებმა ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბევრს აღარ ვიტყვით ჩვენ საიდან და როგორ მოდის. ფარავდეს ყველას წმინდა ევსტათე. ნამდვილად. არა მარტო ნადირობაში. ჩემო დავით, მოვიკითხოთ. ვეტერანი მონადირე. ის ადამიანები ჩვენ მიძგვაკლია დღეს კვერნა და მარლენა. სულ ყველა მონადირე, ვისაც ბუნებაში გასვლა უყარს, მეგობრობა შეუულია, გვერდჩინგომა შეუულია, ყველას მოკითხვა აქედან, ამაზე ადგილია, მინდა ადგილია და ამას დღე დაწესდა და კი ბატონო. ესეთი და სხვა მრავალი. ვინც ამ ადგილას ამოვა, დარწმუნებული ვარ, ხშირად იქნება სურვილი რომ ამოვიდეს. მამაოც ძალიან კეთილგანწყობილი არის ჩვენს მიმართ, უყვარს ადამიანები, ვიაროთ, მოვეფეროთ ერთმანეთს, გაურთქილდეთ ბუნებას და მივიღოთ სიამოვნება. ორნი არიან, ერთი მორჩილი არის რაჭველი, მეორე არის იმერელი და ესე შეეწყოთ ერთმანეთს და ეხლა მიმასპინძლეს თავისი თაფლი ჩაიდამალევინეს. მე და кай ხალხია. ერთმა დალოცო. რას თავარია? დღევანდელი დღე არის კიდე ერთი მცდელობა და დიდი იმედი გვაქვს ყველას, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდება სწორი, კანონიერი და წესიერი ნადირობის ხაზი. აი არის ყველაზე მთავარი. აბა მონადირეებო, ნადირობას და მონადირეებს გაუმარ! ჯო!
ასე მოვილოცეთ. გავთვალიერეთ მონასტერი. გავტეხეთ ახლა. ძირითად ბანკეტზე გადავდივართ. გადავინაცვლებთ რესტორანში. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის წმინდა ევსტათე პლატინას სცენების დღე. ყველას გილოცავთ მეგობრებო. გადაგიხდით ყველას უღრმეს მადლობას, უდიდეს მადლობას, იმიტომ რომ დღეს დღევანდელი დღე იმიტომ შედგა პირველ რიგში რომ ჩვენ ყველანი აქ ვართ რა. რა თქმა უნდა ყველა ერთმანეთს ჩამოვთვლით და მე როლანი ყველას მოგესალმება სალსარგემებრო დროსაც აგართმევთ. დიდი მადლობა მთელი ჩვენი კლუბის სახელით და დღევანდელ ჩვენ სუფრას, ლამაზ სუფრას ჩვენი ძმა და მეგობარი როლანდი ოქროპირიძე გაუძღვება. ეს არის და ეს ალოვდეს ღვთის მადლი და ძალა. მისი მადლი იყოს ყოველთვის ჩვენთან. უფალი იესო ქრისტესი, მამისა, თათისა და წმინდისა სულისა და იყო ჩვენ გულში სიხარული, სიყვარული, შვიდობა და ღვთის მადლს ეძახიან ზუსტად ის. მადლობა გადაუხადოთ უფალს ყველაფრისთვის, რომ ამდენი კაცი შემოგიდგენთ. ეს ნადირება ევროპის ფონდს და იმ დაუძებნა მეგონი ყველა აჩვენის დაბალი ბოლომდე არ ვიცი ვერ გამოთვალებია რა არის ეს სამხედრო და რა ეს იქიდან რომ ერთ-ერთ ჩვენი კლუბის შეკრებაზე ავაჟღერეთ ესეთი იდეა, ზოგადად იდეები გვაწვდებს, მაგრამ ერთ-ერთ შეკრებაზე გავაჟღერეთ ეს იდეა დაახლოებით 3 წლის წინ და თავიდან არ მივაქციეთ ეს ყურადღება მერე, კიდევ დავუფიქრდით, მიუბრუნდით მერე, კიდევ დავუფიქრდით და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ჩვენმა მეგობარმა და კარგმა კაცმა, მაგრამ რამოდენიმე თვის განმავლობაში მისი მოღვაწეობით ეს ხატი შეგვიქმნა და დღეს იმყოფება ზიანის მარიამ ღვთისმშობლის მონასტერში. შემდეგ მოვიძიეთ როდის იყო წმინდანის სცენების დღე, ეს აღმოჩნდა 3 ოქტომბერი და 3 ოქტომბერს ჩვენ ვთქვით, რომ როგორც არის, მოდი არაფერი არ შევცვალოთ და ისე იყოს როგორც არის რა და დღევანდელი დღეც არის ბედნიერების დღე და იმის შეგრძნების დღე ალბათ თვითონ ჩვენთანისთვის რომ რაღაცას ისტორიულს ვესწრებით და რაღაცა ახალს ვესწრებით და პირველად კეთდება ეს, პირველად ხდება და უფრო Well,